ისრაელელი ინფლუენსერები ფლოტილიის ბრძოლას ონლაინიდან ზღვაში გადაჰყავთ. პრესათობით ინფლუენსერი ჰერცლიადან გაემგზავრა გემით, რასაც ისინი მარმარა 2.0 უწოდებენ. საფასუხო ფლოტილია, რომელიც მიზნად ისახავს შეეწინააღმდეგოს იმ მესიჯებს, რასაც პრო-პალესტინური გემები ავრცელებენ, რომლებიც ამჟამად ღაზისკენ მიემართებიან. Global Smooth Flotilla ცოტა ხნის წინ თურქეთიდან გაემგზავრა, სადაც თურქული IHH ჯგუფის ორგანიზებით 50-ზე მეტი გემი მონაწილეობს. ეს იგივე ჯგუფია, რომელიც 2010 წლის მავი მარმარას ფლოტილიის უკან იდგა. ფლოტილია, რომელმაც დიპლომატიური კრიზისი გამოიწვია ისრაელსა და თურქეთს შორის. მას შემდეგ, რაც ისრაელის საზღვაო ძალებმა ფლოტილიაზე თავდასხმა განახორციელეს და რამდენიმე აქტივისტი მოკლეს. ამჯერად ისრაელელი ორგანიზატორები ამბობენ, რომ ისინი არ ცდილობენ ზღვის წყლებში შესვლას. ისინი ცდილობენ მოიგონ ნარატივის ბრძოლა, სადაც ინფლუენსერები ებრაულად, ინგლისურად, არაბულად და თურქულად საუბრობენ და საერთო ჯამში 10 მილიონზე მეტ მიმდევარს მიაწვდიან ინფორმაციას. ერთ-ერთი მათგანი 12 წლის ისრაელელი აქტივისტი ბენ რასუა, რომელიც ახლა ჩემთან ერთადაა. ბენ, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხარ, აი 24 News English-ზე. ანუ შენ 12 წლის ხარ და უკვე წლებია საჯარო დიპლომატიის ბრძოლაში მონაწილეობ. რატომ იყო შენთვის პირადად მნიშვნელოვანი, რომ დღეს ამ ფლოტილიაში ყოფილიყავი? ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რომ დღეს ფლოტილიაში ყოფილიყავი, რადგან როგორც შენ თქვი, ბევრი ადამიანი იქ უკვე ყოფილა. იქ იყვნენ არაბებიც, ებრაელებიც, ბავშვებიც და უფროსებიც. და ბევრი ადამიანი სხვადასხვა ენაზე საუბრობდა. და ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო ბავშვების ხმაც მიმეტანა. ბავშვების ფარეზე არ საუბრობენ, მაგრამ ჩვენც ვიტანჯებოდით ამ ომით. და მინდოდა რომ თელ მსოფლიოს გაეგო ჩვენი მხარეც, რომ ჩვენც ვიტანჯებოდით ამ ომით. რადგან იცით, ბევრი ადამიანი საუბრობს მძევლებზე, მაგრამ არა იმ ადამიანების ბავშვებზე, რომლებიც მძევლები იყვნენ. და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ბავშვების ხმაც მიმეტანა იქ, რომ ადამიანებს ესეც გაეგოთ. და იცით, ჩვენ ჩამოვედით ბევრი აქტივისტი ერთად ფლოტილიით, რათა მსოფლიოსთვის გვეჩვენებინა, რომ ეს ფლოტილია, რომელიც გამოდის, ეს ტერორია. ეს არის ტერორისტული ორგანიზაცია. და განსხვავება ჩვენს ნავსა და მათ ნავს შორის ისაა, რომ ჩვენი ნავი მშვიდობის ნავია. როგორც უკვე თქვი, ებრაელები, არაბები, ბავშვები, უფროსები, ასევე ესპანელები, თურქები, ყველა ერთად ვართ. და ჩვენ ერთად მოვდივართ ერთი და იმავე გზავნილით, რომ ეს ტერორისტული ორგანიზაციაა, მაგრამ ჩვენ ძლიერად დავდგებით და ისრაელის მხარეს დავდგებით. და ჩვენ ვიბრძოლებთ ალბი ამბებისა და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ. მნიშვნელოვანი გზავნილია გასაზიარებლად. ეხლა პრო-პალესტინური ფლოტილიები ამბობენ, რომ ცდილობენ ყურადღება მიაპყრონ ღაზას. რას ცდილობთ გადასცეთ მათ და იმ ადამიანებს, რომლებიც ონლაინში უყურებენ? მოდით, ჯერ დავიწყოთ, როგორც ვნახეთ უკვე არსებული რამდენიმე ფლოტილიის შემთხვევაში, ისინი არც საკვებს და არც დახმარებას არ მოაქვთ და არც ახლა. სხვათა შორის, ყოველდღიურად 600 სატვირთო შედის ღაზაში საკვებითა და ჰუმანიტარული დახმარებით, მაგრამ ჰამასი ამას პალესტინელებს არ აძლევს. ის ამას უფრო ძვირად ყიდის და მიღებულ ფულს ისრაელის ცივილიზაციის დასაზიანებლად იყენებს. და როგორც ვხედავთ, ეს უბრალოდ პროპაგანდაა, როცა ისინი მოდიან. და ეს არის ისრაელის წინააღმდეგ ანტისემიტიზმით ბრძოლა. და ჩვენ ყველანი ერთად, აქტივისტები, ერთად მოვედით, რომ მსოფლიოს ვაჩვენოთ სიმართლე ამ ფლოტილიაზე. თქვენი ისრაელის ფლოტილია, მას მარმარა 2.0 ეწოდებოდა, რაც ასევე მიუთითებს ერთ-ერთ ყველაზე საკამათო მომენტზე ისრაელ-თურქეთის ურთიერთობებში. რატომ გადაწყვიტეთ ამ სახელის გამოყენება? მე ვფიქრობ, ასე უნდა იყოს. ჩვენ აქტივისტებმა ერთად თქვით, რომ ეს მარმარას წინააღმდეგია. ამიტომ გამოვიყენეთ, იცით, ეს მის წინააღმდეგა. და იცით, კიდევ ერთი სახელი ქონდა მას, ეს იყო მშვიდობის ფლოტილია. რადგან ჩვენ ყველანი ერთად ვიყავით და უბრალოდ მშვიდობა გვინდოდა. თქვენ და თქვენი სხვა ინფლუენსერები ერთად მილიონობით მიმდევარს აღწევთ. გონიათ, რომ სოციალური მედია შეიძლება შეცვალოს, ის თუ როგორ ესმით ადამიანებს ისრაელი? თუ ეს ნარატივი უკვე იმდენად პოლარიზებულია?
როგორც ხედავთ, ბევრი თინეიჯერი და უამრავი ადამიანი მთელ მსოფლიოში იმას, რასაც სოციალურ მედიაში ხედავს, სწორედ ამას მიიჩნევს სიმართლედ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენნაირმა ბევრმა ადამიანმა ხმა მოიღოს და სიმართლე გაავრცელოს. ყველას მოუწოდებ ასე მოიქცეს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან სოციალურ მედიაში ბევრი ადამიანი სჯერა იმას, რასაც იქ ხედავს, სჯერა ყალბ ამბებს და ანტისემიტიზმს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას ვებრძოლოთ, განსაკუთრებით სოციალურ მედიაში. ძალიან მნიშვნელოვანია და საოცარია, რომ ესეთი ახალგაზრდა ადამიანისგან, როგორც შენ ხარ, ეს მესიჯი მოდის. ბენ, მადლობა, რომ დღეს i24 News English-ზე იყავი ჩვენთან და გაგვიზიარე შენი გზავნილი. მადლობთ.